თეირანში ოფიციალურად ჩაქრა განათება. ირანის სამხედრო ობიექტებზე გუშინდელი ღამის დარტყმების შემდეგ ირანის დედაქალაქი კატასტროფულ სიბნელეში ჩაიძირა. რეჟიმი ახლა სუფთა ტერორიზმით პასუხობს. ბომბავს სრულიად ნეიტრალური მეზობელი ქვეყნის სამოქალაქო სასმელი წყლის მომარაგებას. ომი მძაფრდება და ირანს არჩევანი ეწურება. ყველაფერი დაიწყო ირანის ენერგეტიკის სამინისტროს ამ განცხადებით. განცხადებაში დადასტურდა, რომ თეირანსა და მიმდებარე ქალაქებში ელექტროენერგიის გათიშვები გრძელდება, გასული საათის განმავლობაში განხორციელებული დარტყმების შემდეგ. აქ არის ვიდეო კადრი ქარაჯიდან, რომელიც თეირანის მახლობლად მდებარე ქალაქია. ეს კადრი ზუსტად აჩვენებს, რამდენად მასშტაბური იყო ეს ბლექაუთი. ეხლა, თუ ეს ენერგოინფრასტრუქტურაზე აშშ-ს ან ისრაელის დარტყმა იყო, ეს სერიოზულ ესკალაციას ნიშნავდა. თუმცა თავდაპირველად ირანის სახელმწიფო მედიამ გაურკვეველი განცხადება გაავრცელა. მათ განაცხადეს, რომ თეირანზე თავდასხმების შემდეგ ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა. ვამბობ, რომ ეს განცხადება ბუნდოვანი იყო, რადგან თუ ირანის ელექტროსადგურებზე პირდაპირ დარტყმა განხორციელდებოდა, ირანის სახელმწიფო მედია ამას პირდაპირ იტყოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ ცოტა დავიბენ. მაგრამ მოგვიანებით მათ მეტი დეტალი გაავრცელეს და ზუსტად ახსნეს, რა მოხდა. სახელმწიფო მედიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის გათიშვა გამოწვეული იყო მაღალი ძაბვის გადამცემი ანძის სერიოზული დაზიანებით. მთავარი სამიზნე სინამდვილეში ირანის ელექტროსადგური არ ყოფილა. ეს იყო ირანის სამხედრო ობიექტი. ელექტროსადგურები ახლოს იყო და ისინი დაზიანდა თანდევი ზიანის შედეგად, არა პირდაპირ დარტყმით. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ესკალაციაა და ჩანს, რომ ირანმა საფასუხო ნაბიჯი გადადგა. მაგრამ სანამ საფასუხო ქმედებებზე გადავიდოდეთ, მოდით ნახოთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი განცხადება, რადგან ის ირიბად ადასტურებს, რომ ამ სამხედრო ობიექტზე დარტყმას აშშ არ ახორციელებდა. ეს იყო განცხადება, რომელიც დონალდ ტრამპმა დღეს დილით გვიან ღამით გაავრცელა. და განცხადებაში წერია: აშშ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ, უფრო გონივრულ რეჟიმთან, რათა დავასრულოთ ჩვენი სამხედრო ოპერაციები ირანში. დიდი პროგრესი მიღწეულია, მაგრამ თუ შეთანხმება მალე არ შედგება და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება ბიზნესისთვის, მაშინ ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მშვენიერ ყოფნას ირანში. მათი ელექტროსადგურების, ნავთობის საბადოების, კარგის კუნძულის და შესაძლოა მარილიანი წყლის გამწმენდი ქარხნების აფეთქებითა და სრულად განადგურებით, რომელთაც ჩვენ დანზრახჯერ არ შევხებივართ. ეს ბოლო ნაწილი სწორედ ისაა, რაზეც საუბრობდი. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ს ჯერ არ დაუმიზნებია ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ სწორედ შეერთებულმა შტატებმა არ განახორციელა ის დარტყმა, რომელმაც ირანის ელექტროსადგური დააზიანა. მიუხედავად ამისა, იყო მუქარა ამ ელექტროსადგურებისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის. და ეს შეიძლება მომავალში დიდი პრობლემა გახდეს, რადგან სწორედ ამავე ქმედებისთვის ვაკრიტიკებთ რუსეთს უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში. რუსეთი ანადგურებს ელექტროსადგურებს ზამთარში, რათა ზეწოლა მოახდინოს უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობაზე. თუ აშშ იგივე გააკეთებს ირანში, მაშინ მორალურ უპირატესობას დავკარგავთ. ეხლა მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ ამ ეტაპზე აშშ-ს არ დაუმიზნებია და განზრახ არ დაუშავებია სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. ჩვენ მუქარას მხოლოდ ულტიმატუმად ან ზეწოლის ტაქტიკად ვიყენებთ. მიუხედავად ამისა, ეს თემა აქტუალურ საკითხად იქცა. თეთრ საფს ამაზე ცოტა ხმის წინ კითხეს. მოусმინეთ პასუხს. მის მუქარაზე იცით, როცა ირანს ტოვებდა თქვა, რომ შესაძლოა ავაფეთქოთ და მთლიანად გავანადგუროთ მათი ყველა ელექტროსადგური, ნავთობის საბადოები, კარგის კუნძული და შესაძლოა ყველა განთქმარების ქარხანა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მსგავსი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, როგორც წესი აკრძალული. რატო ემუქრება პრეზიდენტ იმ ქმედებას, რაც შეიძლება ომის დანაშაულად ჩაითვალოს აშშ სამხედროების მხრიდან? და როგორ უხამებთ ამას იმასთან, რომ ადმინისტრაცია მუდმივად აცხადებს, აშშ სამოქალაქო პირებს არ ესხმის თავს? მოусმინეთ პრეზიდენტმა ამ ეტაპზე ირანის რეჟიმს ძალიან ნათლად აუხსნა, როგორც ამას თქვენი წაკითხული განცხადებაც ადასტურებს, რომ მათთვის საუკეთესო გამოსავალია შეთანხმების მიღწევა. თუ არა, მაშინ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს აქვთ შესაძლებლობები, რომლებიც მაგ წარმოსახვასაც კი აღემატება და პრეზიდენტს არ ეშინია მათი გამოყენების. ეს არ მithქვამს გარეთ. და თქვენ სპეციალურად იყენებთ სიტყვას შესაძლო, რადგან დარწმუნებული ვარ ზოგიერთი ექსპერტი გიკარნახებთ ყურში, რომ ეს კითხვა დამისვათ. რა თქმა უნდა, ეს ადმინისტრაცია და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ყოველთვის იმოქმედებენ კანონის ფარგლებში. მაგრამ რაც შეეხება ოპერაცია ეპიკური რისხვის სრული მიზნების მიღწევას, პრეზიდენტი ტრამპი შეუფერხებლად გააგრძელებს მოქმედებებას და ელოდება, რომ ირანის რეჟიმი შეთანხმებას დადებს ადმინისტრაციასთან. რომელი ამ მიზნებიდან ყველაზე მეტად დაეხმარება წყლის გამტკნარების ქარხნის განადგურება. ჰეი, გააგრძელე, მადლობა ჯერემი, მე მინდა გავაგრძელო. ეხლა, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, ირანს არ აქვს პრობლემა განახორციელოს ქმედებები და თავდასხმები, რომლებიც ირანული ხელწერისაა. ეს სუფთა ტერორიზმია. აი რას გულისხმობ.
შურისძიების მიზნით ირანმა დაარქვა ელექტროსადგურს და გამტკნარების ქარხანას ქუვეითში. ამ თავდასხმის დროს მუშები მოკლეს და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. და აი, რატომ არის ეს არასწორი? თქვათ, უბრალოდ დაუშვათ, რომ ირანის ელექტროსადგურზე დარტყმა ისრაელმა ან შეერთებულმა შტატებმა მიატენა. მაინც არ აქვს აზრი, რომ ირანმა შეუტიოს მესამე ქვეყანას, რომელიც საერთოდ არ იყო ჩართული. ეხლა ქუვეითი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ მათ არ მიუციათ ნებართვა შეერთებული შტატებისთვის, გამოიყენონ ქუვეითის საჰაერო სივრცე ან ქუვეითში არსებული ამერიკული ბაზები ირანზე დარტყმების განსახორციელებლად. ეს ქუვეითის პოზიცია. მაგრამ ირანი ამბობს, რომ ეს სიმართლე არ არის. ქუვეითი აძლევს მათ საშუალებას გამოიყენონ ბაზები ირანზე თავდასასხმელად და სწორედ ამიტომ ირანი პასუხობს ქუვეითს. მაგრამ მიუხედავად ამისა, რასაც ირანი აკეთებს, ეს ტერორიზმია. და ამის მიზეზი ის არის, რომ ირანი არ ესხმის თავს ამერიკულ ბაზებს ამ ყურისპირა ქვეყნებში. როგორც ახლა ხამნახეთ, ირანი ესხმის თავს გამქნარების ქარხნებსა და ელექტროსადგურებს, რომლებიც ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. ეს უბრალოდ სუფთა ტერორიზმია და გამოიცანით რა. მაშინაც კი ირანმაც კი იცის ეს, რადგან შეხედეთ მათ გამართლებას. ირანი ამტკიცებს, რომ ქუვეითში გამქნარების ქარხანაზე თავდასხმა ირანის კი არა, ისრაელის მიერ მოხდა. ეხლა ეს გამართლება შეიძლება მუშაობდა მე-19 საუკუნეში, როცა ვერ ვადგენდით საიდან მოდიოდა რაკეტები და დრონები. მაგრამ 2026 წელს ჩვენ ზუსტად შეგვიძლია ვნახოთ, საიდან მოდიან ეს დრონები და რაკეტები. და ირანი იცის, რომ რასაც აკეთებს, არასწორია. ამიტომაც არ სურს აღიაროს ეს. ირანის სტრატეგია არ არის შეებრძოლოს შეერთებულ შტატებს. მათი მთელი სტრატეგია, რომ სოფლიო მიგზნოს ტკივილი, რომ უდანაშაულო მოქალაქეები სპარსეთის ყურის ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში იტანჯებოდნენ და იღუპებოდნენ. რადგან ირანის რეჟიმმა იცის, რომ ეს არის ერთადერთი გზა მათი გადარჩენისთვის. ისინი არ აპირებენ ძალაუფლების დათმობას და არ აინტერესებთ, რამდენი უდანაშაულო სიცოცხლე დაიკარგება მათი გადარჩენის პროცესში. შემდეგ გვაქვს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეჭიდება რეჟიმი ძალაუფლებას. ინტერნეტის ბლოკირება ირანში. სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ, მოკლედ შეგახსენეთ და აჭიეთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს. ეს ნამდვილად ძალიან გვეხმარება. ეხლა კი ვისაუბროთ, რა ხდება ირანში. ირანი არის ქვეყანა, სადაც 92 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. და ეხლა უკვე 30 დღეზე მეტია, 700 საათზე მეტი გავიდა, რაც 99.9%-ს. ირანელების 99.9%-ს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. აი მეტი დეტალები. ისრაელის ოფიციალური პირები განგასტეხენ ინტერნეტის ბლოკირებასთან დაკავშირებით, რომელიც ირანში უკვე 700 საათს გადააჭარბა. ისინი ამბობენ, რომ ეს გუდავს მსოფლიოს შესაძლებლობას გაიგოს აშშ-სა და ისრაელის დარტყმების მასშტაბი და გავლენა, ასევე აზიანებს ირანის სამოქალაქო მოსახლეობას და მათ შესაძლებლობას შიგნით ორგანიზდნენ. დღეს ამ საკითხს ვისაუბრე ისრაელის დაზვერვის ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანთან, რომელმაც ნაწილობრივ ასე თქვა, ეს არის სიმართლის ბლოკადა, რეჟიმი საკუთარ ხალხს უმალავს რეალობას. ისინი არ სურთ, რომ ირანის მოსახლეობამ ნახოს, რამდენად მძიმედ ხდება დარტყმები. ოფიციალური პირი აგრძელებს, ინტერნეტის გათიშვა ხელს უშლის ხალხს კომუნიკაციაში, რეალური მოვლენების გაზიარებაში და ორგანიზებაში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ Starlinks ირანში აღუჩებენ და ამიტომ ადამიანები, რომლებიც ადრე ახერხებდნენ ინტერნეტის ბლოკადის გვერდისავლას, ეხლა ამას ვეღარ აკეთებენ. ირანის რეჟიმმა ასევე დააკავა ასობით ადამიანი, რომლებიც Starlink-ის ტერმინალებს იყენებდნენ, მაგრამ ოფიციალურმა პირმა დაასრულა სიტყვა იმით, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. მათ თქვეს, რომ როდესაც ეს ბლოკადა მოიხსნება, რეჟიმისთვის მიყენებული ზიანის სრული მასშტაბი გახდება ნათელი. და სანამ ინტერნეტი გაცშულია, რეპრესიები გრძელდება. სწორედ დღეს დილით ისლამურმა რეჟიმმა ჩამოახჩო 2 ირანელი, რომლებიც იანვრის პროტესტში მონაწილეობის გამო დააკავეს. ეს ჩამოხჩობები ახლა თითქმის ყოველ კვირას ხდება და ბევრი მათგანი საჯაროდ ტარდება, რადგან რეჟიმს სურს გზავნილი გააგზავნოს. ისინი სურთ დარწმუნდნენ, რომ ყველა მიცის. აი, რა მოხდება, თუ კიდევ ერთხელ ქუჩაში გამოხვა. ეხლა როცა ეს ყველაფერი ხდება, ჩანს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. სწორედ დღეს დილით ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მუჰამად ბაღერ ღალიბავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ტრამპმა თქვა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში აშშ გაიგებს, აქვს თუ არა ამ ადამიანს რეალური ძალაუფლება და სერიოზულად არის თუ არა განწყობილი სამშვიდობო შეთანხმების მიმართ. ეხლა ღალიბაფი ირანში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიდერად იქცა მას შემდეგ, რაც ლარზანი თანამდებობიდან გადააყენეს. ეხლა ალბათ ის არ არის მთავარი ლიდერი, მაგრამ მას მაინც აქვს მნიშვნელოვანი ძალაუფლება. აი, მეტი დეტალი მის შესახებ. We haven't spotted him since 17 მარტის სახელმწიფო ტელევიზიაზე. მაგრამ მისი ანგარიში X-ზე აქტიურია. მას ასევე აქვს ირანის რევოლუციური გვარდიის წარსული და ის მონაწილეობდა ირან-ერაყის ომში 1980-იან წლებში. რაც შეეხება მის მხარდაჭერას ხალხში, მან 4 ჯერ იყარა კენჭი პრეზიდენტობისთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე წარუმატებლად.
კარგი, მოდი დავბრუნდეთ იმ საკითხზე, მაშინ გვაქვს რაიმე მიზეზი ვიფიქროთ. ის ადამიანები, ვინც ლიდერის პოზიციებზე არიან, ან ვისაც თქვენ ახსენებთ, რაიმე მხრივ განსხვავდებიან. ის ორი ფიგურა, რომლებიც მოკლეს აშშ-სა და ისრაელის თავდაპირველ დარტყმებში. მოჰამედ ბარაქალიბოვიც კონსერვატორი პოლიტიკოსია და ის ხაზები და რიტორიკა, რაც ირანის ოფიციალური პირებისგან ვიხილეთ, არ განსხვავდება წინა პერიოდებისგან. და ირანი ამ წინააღმდეგობას აშშ-სა და ისრაელის მიმართ 1979 წლიდან ისლამური რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე ინარჩუნებს. აქ კი სიტუაცია ცოტა არაკომფორტული ხდება, განსაკუთრებით თუ ირანის პროტესტს ადევნებით თვალს. საზოგადოება სასოწარკვეთილად ითხოვდა და ახლაც ითხოვს რეჟიმის შეცვლას. მაგრამ ჩანს, რომ რეჟიმის შეცვლა ამ ომისთვის აშშ-ს გამოცხადებულ მიზნებს შორის არ არის. და ეს ძალიან საინტერესო სიტუაციას ქმნის, როცა აშშ გადაწყვეტს ამ ომიდან გამოსვლას. აი სახელმწიფო მდივანი რუბიო დღეს დილით მკაფიო მიზნებს ასახელებს. მოусმინეთ. ეს ოპერაცია კარგი და სწორედ ეს არის. საქმე ძალიან კონკრეტულ მიზნებშია. პრეზიდენტმა ისინი ოპერაციის პირველივე ღამეს დაასახელა. ეხლა კიდევ ერთხელ გაგიმეორეთ, რადგან ხშირად მესმის საუბარი იმაზე, რომ არ ვიცით რა არის მკაფიო მიზნები. აი ისინი, უნდა ჩაიწეროთ. პირველი მათი საჰაერო ძალების განადგურება, მეორე მათი საზღვაო ძალებების განადგურება. მესამე, მათი რაკეტების გაშვების შესაძლებლობის სერიოზული შემცირება. და მეოთხე, მათი ქარხნის განადგურება, რათა მომავალში ვეღარა წარმოონ მეტი რაკეტა და მეტი დრონი, რომლითაც მოგვემუქრებიან. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ვეღარ დაიმალონ ამ უკან და ვერ შეიძინონ ბირთვული იარაღი. ეს იყო ჩვენი მიზანი თავიდანვე და ეს რჩება ჩვენი მიზანი ახლაც. ჩვენ მოძრაობთ გეგმის მიხედვით და ზოგ საკითხში გრაფიკსაც უსწრებთ. ამ ყველაფერს რამდენიმე კვირაში მივაღწევთ და არა რამდენიმე თვეში. ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, ტრამპს ირანში ვენესუელის მსგავსი სიტუაცია სურს. ანუ მას არ უნდა სრული რეჟიმის შეცვლა, არამედ ისეთი ადამიანი ხელისუფლების სათავეში, რომელიც უფრო მზად იქნება შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. არ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს. ხალიბამ რამდენჯერმე სცადა პრეზიდენტი გამხდარიყო და ვერ მოახერხა. თუ ის ძალაუფლების მოყვარული და კორუმპირებულია, ეს შეიძლება მისი შანსი იყოს. მას შეუძლია ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, მოიტანოს მშვიდობა ირანში და გახდეს ერთ-ერთი ფაქტობრივი ლიდერი, ვითაც მიაღწევს იმას, რაც ყოველთვის სურდა. ეს არის რაღაც, რაც აშშ-მ ირიბად დაადასტურა. რადგან დღეს დილით თეთრმა სახმა განაცხადა, რომ მოლაპარაკე პირები, ანუ ხალიბაფი, კულისებში ბევრად უფრო გონივრულად იქცევა, ვიდრე იმ განცხადებებში, რასაც საჯაროდ აკეთებს. ზუსტად ამას აკეთებდა დელსი როდრიგესი, ვენესუელის ამჟამინდელი ლიდერი, როდესაც მადურო დააკავეს. მოусმინეთ. მაქვს ორი კითხვა, ერთი ირანზე და ერთი DHS-ის დაფინანსებაზე. ირანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა თქვა, რომ ადმინისტრაცია საუბრობს ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან. რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ისინი ლეგიტიმურები არიან და საკმარისი ძალაუფლება აქვთ? მარკო რუბიომ ადრე თქვა, რომ მას არ აქვს დარწმუნებულობა და არ არის ნათელი იქნებიან თუ არა ისინი ხელისუფლებაში. მას სხვა ფრაქციებთანაც საუბრობთ, როცა პრეზიდენტი ცდილობს შეთანხმების მიღწევას. როგორ უზრუნველყოფთ, რომ შეთანხმებას სწორედ იმ ადამიანებთან დებთ, ვისაც მისი განხორციელება რეალურად შეუძლია? ეს არის მიმდინარე პროცესის ნაწილი, რომელიც მოლაპარაკებების დროს მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც ისინი პირად საუბარში გვეუბნებიან, შემოწმდება და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ისინი პასუხს აგებენ საკუთარ სიტყვებზე. და თუ ასე არ იქნება, პრეზიდენტმა უკვე დაასახელა სამხედრო შედეგები, რომელსაც ირანის რეჟიმი იხილავს, თუ ისინი არ შეასრულებენ იმ პირობას, რომელსაც ჩვენ კულისებში პირად საუბრებში ვისმენთ. როდესაც პრეზიდენტი ამბობს უფრო გონივრულს, კიდევ ერთხელ, ეს ადამიანები კულისებში პირად საუბრებში უფრო გონივრულად გამოიყურებიან. შესაძლოა უფრო გონივრულად, ვიდრე ზოგიერთი წინა ლიდერი, რომლებიც ახლა უკვე აღარ არიან დედამიწაზე. იმიტომ რომ მათ მოატყუეს შეერთებული შტატები და მოლაპარაკებებში დრო გაგვაყვანინეს, რაც პრეზიდენტისთვის მიუღებელი იყო, ამიტომაც ბევრი წინა ლიდერი მოკლეს. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს ირანისთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომ სწორად მოიქცეს. თავიანთი ბირთვული ამბიციებისგან გათავისუფლდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ ამ პრეზიდენტთან და ადმინისტრაციასთან. თუ არა ისინი კვლავ იხილავენ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მძიმე შედეგებს, რასაც ისინი ყოველდღე ხედავენ ამ ოპერაციის განმავლობაში. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტზე რამდენხან შეუძლია ადმინისტრაციას გუნდებისთვის გადახდა გააგრძელოს. ეხლა მხოლოდ დრო გუჩვენებს რა მოხდება, მაგრამ დღევანდელი განცხადებების საფუძველზე ჩანს, რომ არსებობს შანსი შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რეალურად დადოს სამშვიდობო შეთანხმება ამჟამად ხელისუფლებაში მყოფ რეჟიმთან.